უკაცრავად თავი რო ამოვიღოთ. გამომყევით ფეთვერცში რომ ამ მაიმუნებს მოვუტანოს სხვადასხვა პროდუქტები. გამარჯობა. აბადრობით. აი გამყუთვის დრო არის. ამ ქაოსის ფონზე მოდი ვნახოთ რები მოვიტანე. ფარმინას ბატკნის და მოცვის ორი ტომარა. სიფი გასჭამ. მე რები მოვუტანე და ეს რას ჭამს? სიფ მომისმინე. სიფ მომისმინე. ეცუთ მაც სიფს ველა ეხლა კარგად მომისვი. ეს არის საჭმელი, რომელიც უნდა ნუახტები სიფის თავზე გაჩერდი. ეს არის საჭმელი, რომელიც უნდა ჭამო. ეს ბურღული არ აქვს და პლასტელინი არ არის კიდე. და გემრიელია და კარგია ჯანმრთელობისთვის. მოდი აქ. ეხლა ვნახოთ აი აქ რა არის. უკაცრავად თავი რო ამოვიღოთ. ერთი წუთი. მოდი აქ, ნუ წამართვი. მოკლედ, სუგებისთვის სველი საკვები. უი, დავიღალე. 1000-ნაირი ფორმულა აშიგნით და ერთი ფრეა მოიპარა ეგერ წაიღო. ფრეა მომის თუ შეიძლება. დიდი მადლობა. ამაზე მე ცალკე ვიდეოს ჩავწერ. გემდეგი. პატარა სნეკები, რომელიც არის უკვე MPC-ის. MPC არის ბელგიური ბრენდი. აი, მოდი რომელიმე გავხსნათ და ვაჭამოთ. ბატის კუბიკები, საქონლის გვიძლი. ეს თემზის. მოდი ბატი გავხსნათ. მოდი თორიკო, მოდი ხო შენ ყველაზე ჭკვიანად ხარ. მოვიდა ესეც. ტიფი სნეკები ვაკ, მოდი. მოდი თუ დაიჭერთ. ტიფი. თორი. ფრეა. ოჯახ, სამივე დავიჭრა. გვაქვს კიდევ MPC-ის პირის ღრუდან უსიამოვნო სულის გამყვანი სითხე და ეს მთავარი, რაც მაინტერესებს, არის MPC-ის სათამაშო, რომელიც არის ცუგოს ტვინის განსავითარებლად. დამეთანხმებით ალბათ ამ ცუგოებს ტვინის განვითარება ჭირდებათ, იმიტომ რომ მოცემულ მომენტში ფრეა მეტალს ღეჭავს. გაუში გოგო არ იჭმევა ეს. ახლა ეს საჭმელს გავს. არის დაფასა და სხვადასხვა სნეკები დამალავ და ცუგო თვითონ უნდა მიხდოს რომ რაღაც ნაწილი გაწიოს, შემოატრელოს, რაღაცას უკბიჩოს, რომ სნეკი გამოჩნდეს და შეჭამოს. და ფრეამ პლასტმასი აიღო. მე მგონი ამას ჭირდება ყველაზე მეტად ეს სათამაშო. დაიწერეთ კომენტარებში რომელ ცუგოს გავატესტინო ეს MPC-ის სათამაშო და თქვენ ჩვენი არხი გამოიწერეთ რომ მსგავსი მაიმუნობა ვიდეო არ გამოტოვოთ.